ეს მოხდა ქალაქ სოხუმში 1918 წელს. როცა რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებით გამოწვეული უსასტიკესი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. აფხაზეთი მაშინ ოქტომბრისაგან განდგომილ ამიერკავკასიის კომისარიატის ხელისუფლებას ემორჩილებოდა და ფაქტიურად დანარჩენ საქართველოსთან ერთად რუსეთს მოწყვეტილი იყო. აღნიშნული წლის თებერვლის 27-ს დილაადრიან ქალაქ სოხუმში ხმა გავარდა მოულოდნელად. ბოლშევიკების კრეისერი შვიდი სოხუმს უახლოვდება. ეთხოვა ნავსადგურში შემოსვლას აპირებს. Рахмай. Итქოს მეწაიწერა. დიდი გემი მოსულა უჯუშ. ამბობენ კრეისერიაო. რაღაც მუქ სისხლისფერი წარწერა აქვს ბორტზე ვერ გაარჩიეს. შვიდი. რა თქვი? შვიდია ბოლშევიკების გემი. მან დედა რას ხედავს ციბნელეში? ტანი მეგრძნობს. რაღაცასთან ერთი საბედის წეროს შეხვედრა მომიწევს. ის კი არ ვიცი, ან იმას რა ანგარიში აქვს შემთან ან მე მასთან. სისხლს ვერავინ გაქცევი ამ ქვეყნაზე. ალბათ ვერც მე გავექცევი. ველოდე. რას? ბეც მინდობილი კაცი წყალწაღებულია უჯუში. წავიდეთ აქედან. სოხუმის ქალაქის თავს სამსონ დავანაძეს ბოლშევიკების სამხედრო გემის მოახლოების ამბავ დინაზე მიუტანეს დილაადრიან. ვისელი ბალოსალო! აპირიდან ჰორიზონტამდე არაფერი. სული გაგონის არ ვენდობ, მაგრამ თალიდან ახლა საწაუყვა სამხედრო. მერე ახლა გაქრა მოჩვენება წარი. ხან გამოჩნდება, ხან გაქრება. სოხუმელებს ახლა რა არ ეჩვენება ზოგს კუდიანი ვარსკვლავი და ზოგს იალბუჯის ოდენავეშა. ყველას ერთად გვატყუებს თვალი სამსონ ბატონო. ჯო სხვაზე გაქვს იგი მოჭი. ახლა ფეცის მასაკზე. სამსონ ბატონო. ის ჭორს აღწერებს საქმე გადაიჭება. ჭორი გამოდგებოდა და ჩემი ფარი ჯანდაბას. ბოლშევიკების გემი გვაქვს ახლა ჩვენ და ის შეჯაშვილი კრეისერი. ბოლშევიკების რატომ უნდა გვეშინოდეს? სამსონ ბატონო. ელენდი ველი რევოლუციონერი მეზნახავ. მეფის დროს სიმბირია დამკლებია და კადოხა. რა ვიცი, ღვთის რისხვას ამბობენ, მაგ გემს და მის კაპიტანს. ჭორია, ბიჭო, ჭორი! მეზობლის ნავსადგურიდანაც დარეგეს, რომელიღაც უშველებელი გემი საეჭვოდ მიმოდის ზღვაში და იცოდეთო. საეჭვოდ, ხო? ისიც ზღვაში. გემი იმიტომ არის, რომ ზღვაში უნდა მიმოდიოდეს. აბა ხმელეთზე ხომ არის? თუ რამე შენიშნოთ, საბჭო შენობაში ვიქნები და შემოგვიყვება. გამოჩნდა, გამოჩნდა. ისე გამოჩნდა. ნუ სად არის ბაჭო? ინებეთ. სამსონ ბატონო. გემია. გემია. სამხედრო გემს მართლა წააგავს. მაგრამ რატომ არის მაინც შმიტი ვერ გამიგია? მესამე დღეო კრეისერ შვიდ შორი ახლოს მომჩნევთ. გუშინ საღამოს პალტაგან დაგვიტანდა. ჩვენი ვარავით თქვენს კეთ წამოვიდა და მზად იყავთ. მე მგონი ჩვენს ტერიტორიულ წყლებში იმიტომ გამოჩნდა, რომ დამარცხებულ თეთრ გვარდიელებს ძალა დაუჭირეს. სახელმწიფო რა მიზანი აქვს არავინ უწყის. ესე იგი ყოველ საათს შეიძლება გვესტუმროს. უეჭველი. როგორი მოგედოთ ბატონო სამსონ? უპირველეს ყოვლისა საიდუმლოდებაშა უნდა ვაფრინოთ თბილისში. და დროზე გვიპასუხებენ? ან გვიპასუხონ კიდეც, რაში გამოგვადგება იმათ პასუხი? ფორმალობა, მაგრამ დეპეშიც გეცილმა უცილებელია. კიდევ რა.
სოხუმშიაც ხომ არსებობს მუშათა გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო. არსებობს? ისიც მოგეხსენება, რომ ამ საბჭოს თავმჯდომარე ნარიკ ეშბა გახლავს. ნარიკ ეშბა ჩემსავი ძველი რევოლუციონერი და ნაციმბირანია. გარდა მუშათა გლეხთა ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო ამჟამად მიყუჩებულია და თითქმის არც მოქმედებს. გარდა ამისა, ის არა მარტო მუშათა გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოა, არამედ მეზღვაურთა დეპუტატებისაც. ამჟამად ბოლშევიკი მეზღვაურები მოდიან, კეთილინებონ მუშათა გლეხთა ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატებმა და დახვდება ამ ხანაგებს. ჯობას პინძლობა იმათ მარტებთ. უარი გადაწყვეტილებაა სამსონ ბატონო? არა სამსონ ბატონო. ქალაქის თავი ჩვენ ბრძანდებით და პასუხისმგებლობაც თვითონ უნდა ითაოთ და მას პინძლობაც. არა, თავარი მაინც თქვენ ბრძანდებით მუშათა გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო. ბოლშევიკების კრეისერთან შეხვედრა უშუალოდ თქვენი საქმე. პასუხისმგებლობა ან შენ რატომ კისრულო? ძვირფასო სამსონ და ან რატომ გინდა მემაკისრებინო მაინც და მაინც. თუ პასუხისმგებლობამდე მივიდა საქმე, ჯობია თვირთი ისე განაწილეს, რომ ბრალი ყველას და საერთოდ არავის დაედეს. როგორ? ჩემი აზრით, ასე ჯობია მოვიწვიოთ ქალაქის საბჭო და მუშათა გლეხთა ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის გაერთიანებული სასწრაფო სხდომა. შესაძლოა გავლენიანი მოქალაქეებიც მოვიწვიოთ. და იმათ გადასწყვიტონ, როგორ შეხვდნენ ქალაქ სოხუმი ბოლშევიკების კრეისერს. ჩემი ვთქვი ასეთია და ახლა შე როგორც გინდა ისე მოიგეს. ეს აფხაზები ნიჭიერები არიან. ბუნებით. ეს კიდევ განსაკუთრებული შეს. აჯობა გონია ჭუაში, ა? პრეზიდიუმის გაერთიანებული სხდომა ისე სწრაფად შესდგა და დარბაზს იმდენი ხალხი მოაწყდა, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სხდომა გახსნა აფხაზთა შორის ყველაზე პოპულარულმა პიროვნებამ ბექირ ბიჩაჩბამ. ბატონებო, ბოლშევიკები კარს მოგვადგენენ. რა ვქნათ? დარბაზში სიჩუმე ჩამოარდა. დამსწრენი ორატორების გამოსვლას მოელოდნენ, მაგრამ სიტყვის თქმის მსურველი არავინ არ მოჩნდა. აი მაშინ წამოდგა უპარტიო რაჟდელთორია, საქმოსანი და მდიდარი მეწარმე. რაგი ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელების დუმან ნებას ვაძლევს შემსთავს სოხუმის ყველა მცხოვრების სახელით მოგახსენოთ შემდეგი. მე მგონი ლაპარაკისათვის დროც აღარ გვაქვს. ახლა ჩვენ პოლიტიკური ანგარიშების გასწორების დღე არ გვადგია. ჩვენ უბრალო ხალხი ამ ანგარიშებში არ წვერებით. ეს ჩვენი საქმე არ არის, ღმერთმაც დაგვიფაროს. არც მივცემთ არავის უფლებას, ისედაც გართულებული მდგომარეობა დღეს კიდევ უფრო გაართულოს. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ. რაგი კრეისერ შმიტის ერთი გასროლაც კი საკმარისია, რომ ჩვენი ხანები და ჩვენი მთელი სარჩო-საბადებელი რაც კი გაგვაჩნია ცეცხლმა თვალის დახამხამებაში შტატკას, ჩვენი ყოფაქცევაც აი ამ გარკვეული მდგომარეობიდან უნდა გამომდინარეობდეს. გემიც და მისი მეზღვაურებიც მთელმა ქალაქმა ისეთი პატივისცემით უნდა მიიღოთ, რომ ეწლიარავის დაებადოს ჩვენს მადამით თანაგრძნობასა და მეგობრულ დამოკიდებულებაში. მეტია იმაზე ლაპარაკი, რომ გემის ყოველი მოთხოვნა რაც კი იქნება, დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაგვიწყდეს. ვინც სხვანაირად გვირჩევს, იმათ ჩვენი დაღუპვა უნდა. მართალია, სწორია, შეძახა მთელმა დარბაზს. იმ ბრძოლაში, რომელიც ახლა რუსეთში მიმდინარეობს, ჩვენ ბოლშევიკების მხარეზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც ასეთია ჩვენი შრომელთა მასების სულისკვეთება პატივცემულნო. რაო? დარბაზში საწინააღმდეგო ასლი არც გაჭაჭანებულა. იმისათვის საათი იქნებოდა, სოხუმის ქალაქის საბჭოში უკანასკნელი შემოწმებული უცნობა მოვიდა. კრეისერ შმიტს გეზი ნავსადგურისაგან უჭირავსო.
მოდიან. შვიდტის სანაძლიერი კრეისერი თემ შავს ბაზე არ დაწვა. უზმამის ხლე თუ გინდა. ნახით არა, მაგრამ დედა ვიცოდი სულ მართალი არასას ბაზზე ამბობენ. რა ვიცი, მერქა დაგვიფაროს. თავი უნდა მოვაწონოთ კი. მთელი ქალაქი უმალვე გამოიცვალა. ქალაქის საბჭოს შენობის სახურავზე აღმართული დროშის გვერდით ორი უზარმაზარი წითელი დროშა აღიმართა. თვითონ შენობა კი მთელ სიგრძე სიმაღლეზე პაწაწინა წითელი დროშებით მოიფინა. რეისერი შმიდტი სოხუმის ნავსადგურში ჩამოდგა. ვიბრძანდები დარაგნება. ჩვენ სოხუმის პროლეტარიატის და მისი რევოლუციური ხელისუფლების დელეგაცია გახლავართ ამხანაგო. კრეისერ შმიდტის უფროსებთან გვინდა შეხვედრა. კიდევ რა გინდა? გაჩვენდი გარბაჭ. ესე იგი სოხუმის პროლეტარიატი და მისი რევოლუციური ხელისუფლება. დიახ, დელეგაცია გახლავართ. თეთრგვარდიელი არამზადებით უყავთ ქალაქში. ჩვენ ასეთ ხერხებს არ ვაშინაურებთ ამხანაგო. არც ყოლია, არც ყვავს და არც გვეყოლება. აიგონე გარბაჭ. აქეთ თეთრი ყვავები არ ყოფილან მარტო თოლიები და მტრედები და ფრინავი. ოჯახ შოდიანები ყოფილხართ დაკარიფერი. კეთილი მიყვეს თქვენი მობრძანება, ფეხი თქვენი და კვალი ანგელოზის. ეს რაღაც საეკლესიო ენაზე ჟღერს. ჩვენ უღმერთოები გახლავართ ანტიქრისტები. მაცალე შენი ამ ხალხს ყველა ერთად ხომ არ დაველაპარაკებით. მას ჩვენები ხართ რა. დიახ. ეს რა ამბავი გაგიმართავს ნაპირზე მუსიკა, მოდენა ხალხი წითელი დროშებით. ყველაფერი რევოლუციურ ყაიდაზე, ჩვენ მოყრის დახვედრაც ვიცით ამხანაგო და მტრისაც. საინტერესო სანახაობა. გავიცნოთ ერთმანეთი მე დღეს მორიგე გახლავართ გემზე. ვასილ ხრიდანიუკი. ვასკა პირაც მიძახია. არა, რა თქმა უნდა, აჭარბებენ პირატები დასანახავად მწუხს. ამხანაგო, გთხოვთ თქვენს უფროსებთან წარგვაფინოთ. კაპიტანთან. დიახ. მე მისგან წინასწარი რწმუნება მაქვს, უნდა ვიცოდე თქვენი აუდიენციის მიზანი. ქალაქ სოხუმის პროლეტარიატის ზეიმით ხდება შავი ზღვის რევოლუციურ კრეისერ შმიდტს და მის მეზღვაურებს. თქვენ ჩვენი ქალაქის საპატიო სტუმრები ბრძანდებით, გვინდა მთელი ჩვენი კუთხის მადლობა გამოგიცხადოთ, პატივისცემა თქვენ და თქვენ სახელგანთქმულ კაპიტანს კილგას ამხანა კილგას. ინახავს როდისმე ჩვენი კაპიტანი. ისეთ პირადად არ მინახავს, ისე კი ბევრი გვსმენია თქვენს ლეგენდარულ კაპიტანს. ამდენი ხალხი რაც შეყრინა ნაპირზე. მიტინგია პატივცემულ კრეისერ შმიდტის კომანდის პატივსაცემად. გთხოვთ თქვენ გვეწვიოთ ამ ზეიმს და მე იქნებ პირდაპირ მეგობრულ პურმალინზე გავწევთ. რა სიტყვი მიცგა? თუ გულით გვეპატიჟებიან? ჩვენ უგულო დაპატიჟება არ ვიცით. ნახოთ. ჩვენ სოხუმის პროლეტარიატის და მისი რევოლუციური ხელისუფლების წარმომადგენელთა დელეგაცია გახლავართ ამხანაგო. ქალაქის მშრომელები ზეიმით ხვდებიან შავი ზღვის ფლოტის რევოლუციური კრეისერის შმიდტის ეკიპაჟს და მის ხელმძღვანელებს. მთელი ქალაქის სახელით გვინდა უღრმესი პატივისცემა და ზმუნი ჩამოვიდალავთ შმიდტის ეროვნებს და მის სახელგანთქმულ კაპიტანს ამხანაგ კუზმა კილგას. შმიდტის წითელი კაპიტანი კუზმა კილგამევა. მეც სახელად მრის ხალეს მეძახია.
ეს სახელი მტრებისაგან არ მაქვს შეგმეული. ეს შენი კრეისერის კომისარი ჟურავლოვი. ჩემი მარჯვენა ხელი ისროვე. მოხარული ვარ თქვენი გაცნობისა. არ ზუნებ დასწიცეს საშიში ვარ როგორც გამოვიყურები. ირიქით მე გულწრფელი მასპინძლობა შემიძლია. ვახარებს თქვენი რევოლუციური განწყობა და ჩვენდამი სიმპათია. ამ თანაგრძნობას ჩვენ თავის დროზე დავაფასებთ. ჩვენ ბოლშევიკებს გაგვიგება მხარდაჭერისა და სოლიდარობის ბაზი. ახლა ნებამომეცით შემდეგი გავუწყოთ. ჩვენი კრეისერი უკვე 10 დღეა რაც შავი ზღვის თქვენს მომიჯნავე ტერიტორიულ წყლებს იმყოფება რევოლუციური სამხედრო საბჭოს მიერ დავალებული ოპერაციების ჩასატარებლად. გარემოება გვაიძულებს. კიდევ რამდენიმე ხანი დავუყოთ ამ ადგილებში. გამოიწვია ჩვენი კრეისერის 2-3 საათით შემოსვლა თქვენს ნავსადგურში. სანოვაგე შემოგვაკლდა და თქვენს ქალაქში გვინდა შევიძინოთ. დიდი შემოვნებით ჩვენ ყველაფერი ფული გვაქვს. ასე რომ დანახარჯის ფასს ნახდათ გადავიხდით. რაც შეეხება მიტინგს, დიახ. ჩვენი მეზღვაურების სიამოვნებით მიიღებენ მასში მონაწილეობას. თქვენც უნდა გესტუმროთ ჩვენს მეგობრულს. მადლობელი ვარ, მაგრამ ალბათ ვერ შევძლებ. ძით გემის მიტოვება არ შემიძლია, უფლება არ აქვს. ბრიტანიო! გისმენთ კაპიტანო. შენ მგონი ნამყოფი ხარ ამ ქალაქში რა? ნამყოფი ვარ კაპიტანო. რადგან ამ ქალაქს კარგად იცნობ, 10-ოდე მეზღვაურს გაიხონიებ. ნახვალ ბაზარში შეიძენ სანოვაგეს და 2 საათში უკან დაბრუნდები. მესმის კაპიტანო. ჩვენ კაცსაც გავაყოლებთ ვინცის რაში დარჩინეთ. ეს არ იქნება ურიგო წინასწარ მადლობას გიხდით. ვინც კრეისერზე არ მორიგებს ქალაქში გასასვლელად მოემზადეს. ბრიტანიო! იმედი მაქვს შმიდტის მეზღვაურები არ შებღალავენ ჩვენი კრეისერის რევოლუციურ ღირსებას. აი თურმე როგორი ყოფილიყავ კაპიტანო, ნებამომეცით გამოვხატო ჩემი უღრმესი პატივისცემა. აღტაცებული ვარ თქვენი მოქმედებით. პირველად ალბათ შეგაგთოთ ჩემო სახემ, არა? თქვენი სახის მარცხენა ნახევარი ნამდვილად არ შეეხერება სახელგანთქმული კაპიტანის იშვიათ ღირსებებს. ნუ გეწინებათ და პირველ ხანში ნამდვილად შევშინდი, მაგრამ ახლა ღრმად გჯერა რომ თქვენი მეტსახელი მტრების უსინდისო მიქარვაა და მეტი არა. ჭრილობაც მტრისგან ამჭირს. მხოლოდ მტრებს ზარავთ ჩემი სახე. მეგობრები ვერ სამჩია. მოხარული ვიქნები, თუ თქვენს დაივიწყებთ ჩემს ჭრილობას. მიტინგზე გამოცხადებულ რაზმს ოვაციით შეხვდნენ. მიტინგი დიდი აღფრთოვანებით ჩატარდა. სანამ ორატორსულიდა და მოსულთა და დამხტურთა შორის დათმობილებას საფუძველი ეკრებოდა, სურსათ სანოვაგის შესაძენად წასულ რაზმს სანაპირო უბანი გაევლო და ბაზარს უახლოვდებოდა. ამბაბაც ამას ქვია. თანაც უნდა აქვს ამომავალი სული ჩავიბრუნა.
წავედით ბიჭებო 1000 რამეა კიდევ საყიდელი. სანამ მიტინგს მორჩებიან, თურქული ყავის დალევასაც მოვასწრებ. მამა გიცხონდა ეხლა მწვადებიც მომინდობენ. შენი ფილტვები ამის გამო სიგრძნობენ? მახორკის და ხანახშირის ბოლმა ამოგინდო. არაფერია ჟენია, ჩვენი ცხოვრება მოდის. მე და შენ სულ ამერიკულ სიგარებს გავაბოლებ. სულ გაიგე. თამები გადიშლები ვარ. ალბათ მეჩვენება. ისეთი რა დაინახე? ხედავთ იმ კაცს? ხედავ. ეს მოკმა დალახრო, ჩვენ რა გვესაქმება? თეთრგვარდიელი ოფიცერია. ყაზახთა ოფიცერს აგავს. ხრებზე ეპოლეტები უგწინა. ოქროს ჯვარიც კიდია შობელძა. თუმი აკეთას დაფრინავე თეთრი ყვავები, ა? აიშკა, აიშ. უფლება არ აქვს, შენ სტუმრად აღარ გესმით თავი. რას მიყვია ტრიშის სისხლიმას მას, მაგას ხელიდან გავუშვი. აიშკა. უკავო ოფიცერო. ხილად სროლა მამანაც იცის. მინდა გამოგეცნაურო. კრეისერ შმიტის მეზღვაური გახლავა 8 კაპირატი. რა? გაგიგონია შენი სახელი? აბა გითხარი ერთი შენ ვინახარ? ალექ საიდან გაჩნდი, ა? აბა მოიხსენიე გეპოლეტები. შარა. რა? შეგეშინდა? Oshka! Mitska! 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 ვალოთის სუდაღვრით ხელები გაგიშერდათ მეზღვაურებო უცნით სალამსათი დაო დამხოთავენ მერცუნეთ ვინცა მათაშრობა ჩემს გაშრობა ვინდა გუბა ვინდა ბედასროლა ქალაქში თეთრგვარდიელი ოფიცერი დაგიდით და არიცით გიორგის შურის კავალერი ისაც ასე ირნობს თითქოს რომანოვების სასახლეში მე ჩისდე იყოთ მაგისტე კავალერი უჯუ შემხას დაუღუპიორთ. უჯუ შემხას? გიორგის ჟურის კავალერი და მეფის ოფიცერი სხვა არავინ მეგულება ქალაქში. მაგრამ როდის აქეთ გამოჩნდა? უჯუ შემხ. უშის წინ ჩამოვიდა. ეს 3 დღეა. გული მიგრძნობდა რომ კარგს არაფერს ჩაიდენდა. და შენი თვალით ნახე? არ მომჩვენებია სამსონ გულში ნახე თავი ძმაკაცები. და მიდახეთ? მილიციის სუპერმარკეტი. შეგარი მთელი ქალაქი. გზები გადაკეტე. ეს მაკიც არ უნდა დაწვეს ქალაქიდან გესმი? გესმის? ლანგი ვერ გასხება ქალაქიდან. ის თალ ისვეძებ და დანარჩენი ჩვენი თვით ვიცი და რა? უჯუ შემხა, ჩვენი დაღუპველი, იმანაშრობა მეზღვაურებს. გასაწყვეტი არიან ემხები. ვერ საწამია ფრთები რომ გამოისხას, მაინც გავხოცო. ან ცაცავი, ან კუდარი.
Горбач. Горбач. ისმეთ კაპიტანო. შენი კი ხარ, ე? დიახ. მოულოდნელად დაგვესხნა. მე? ცოცხალი გაუშვის მის მკვლელი. თვალსა და ხელშუა გაქრა თითქოს. მიწამ ჩაღლაბაო, მაგრამ საწაგვია დედას უტირე. უბი მორჩა და მუშტებს ახლა იქნე. რა მექნა კაპიტანი? შენი ჯერიც დადგება. პასუხს აგებ კომანდის წინაშე. ბოგდანიჩი. ერთ საათად ვასწრებინებ ამის მკვლელს. ათად. ბოგდანიჩი, მარტონი არა ვარ. ვინ არის გემზე უცხო? დელეგაცია სამძიმრისათვის მოვიდა. ცერემონიას მიწყობენ? აგათი დედაც. ბოგდანიჩი ნარი ვარგებს უხერხულია. მასთან ვიკარებას საკირეში გადავარდნაშოს ბატონო. ვიხსენით ბატონო ბექი. რა ქნა ბატონო, ენა არ მიბრუნდება. თქმელობაც არის ვარგებს რომ უნდა გავაგებინოთ. მიეკარებით ცეცხლს ხომ ხედავთ რა დღეში? სიტყვა ჭირის წამალიაო ბატონო ბექი. თქვენ უნდა იფიქროთ. აგი გითხარით რომ ხმა აღარ მოგვეღება. კარგით ბატონო. ადავდებთ. ბატონო კაპიტანო. ბოგდანიჩი. შენ მოგმართალი. ბატონებო. მე მინდა გაუწყოთ რომ მთელი ჩვენი ქალაქი გულწრფელად წუხს იმის გამო რაც მოხდა. ყველაფერს რომ თავი დავანებო ჩვენი ადათით სტუმარს გინდაც მტრად იყოს მოსული ტყვიას არის. ერთი უყუხმართი გამოგვერია და სუბედურება იმისმა გასახმობმა ხელმა დაატრია. მკვლელი დაუსჯელი არ დარჩება. თუ ენდობით ჩვენს პატიოსთან სიტყვას დამსჯით ამის ჩამდეს. ერთხელ უკვე ველდე ჩვენს პატიოსთან სიტყვას. ხოთ იღოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმო. შურავლეო, სანამ უნდა უსმინო ამ გულის სამრევლმანანიებას, იმიფრთხები ამათი თავადური მანჭვა ხრაშვისათვის. მიბრძანდნენ აქედან, სანამ სხვაში გადაუძახე. ბოლოს ბოგდანიჩი მკვლელი ერთი კაცია და არა მთელი ქალაქი. ინტელიგენცია! ხელში აღმომინდა ყოველ მეორე ბატკანში მკვლელის კომისარო. მაშინ უნდა მივხვდე, როცა სულზე თქვით, ბოლოს აგადები. გადაეცემ დიპლომატებს, ის მკვლელი თეთრგვარდიელი ოფიცერი ერთ საათში აქ მომგვარონ. თორემ კრეისერი ისე იმოქმედებს, როგორც მოსისხლე მტრის ბანაკის წინააღმდეგ ომის დროს. მანამდე კი მძევლად დაიდოებს ამ დელეგაციის მეთაურს. აი ამ მოხოც! კაპიტანი! რა! ასის იყო სამართალი! მირიმის საკვარი ხმელეთე რომ გამიყვანეს და მერე ლახუჩები აქ ვარ ვიჯერ. იასრულე ჩემი ბრძანება ჯერჯერობით მე ვარ ამ გემზე, კაპიტანი. კაპიტანი, წინადადებას ვაძლევთ. ერთ საათში მოიყვანოთ მკვლელი და ჩაგვაბაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კრეისერი იმოქმედებს რევოლუციური კანონების შესაბამისად. მანამდე გემი მძევლად იტოვებს თქვენი დელეგაციის მეთაურს. ესე იგი თქვენ სადაურის სამართალია დავოცვილებო. ბრძანებას ნუ გამრჯით. ჩუმად ნარიქ ლად დაუყვა ყველაფერს. ამ
ამ გაჭირვებაში ჩემი თავი წაგადგებათ, მე მსად გახლავართ. წაიყვანეთ. თარვაისელ ხალხს ასე მიგაჩნიათ საჭიროდ თქვენ ხელშია. მიგაშინიან ბეკი. ჩვენ ყველაფერს ვიხონებთ, რაც საჭირო. მოქალაქენო, ჩვენს ქალაქში ქურდულად შემოხიზნულმა ოფიცერმა უჯუშემ ხამდაგუბა. ის თავს დაესხა ქუჩაში ჩვენ სტუმრებს და საჩინელი მკვლელობა ჩაიდინა. იმ მეზღვაურებს კი არა მხოლოდ, ჩვენს გვესროლა, ჩვენი მკვლელია ის. სიმყოლია მტერი და მოღალატე და არ გწოდნია, რა პასუხი გავცეთ კრეისერს და მის კაპიტანს. და ჩვენი ხელით შევიწყრათ მკვლელი და მივგვაროთ გემის უფროსებს. მარტო მილიცია არ უშველის ამ საქმეს, ყველამ უნდა გამოვიღოთ ხელი. დაგიანება სიკვდილს უდრის, იცოდეს ყველა. რა მოგივიდა უჯუში? რაფერი? დედაშინა? არა, სარდანიებთან გადავიდა, ახლა დაუძახე. ვიცელელი მაგდენი დრო არ მაქვს. სად გეჩქარება? გეჩქარება? აკი არ ყოფილა დღეს? იყო. შენ გიკითხა. ერასად წავი? თავის ბიძასთან გადავიდა. სახლშია კაც? მანაც გიკითხა. ორივენი ერთად არიან. თქვი, რა მოხდა უჯუში? რუსი მეზღვაურები შემომაგდეხა. დედას უთხარი, რაც მოხდა, წერა არის თუ. დევრები მოვლენ. თუ ხან მარშალ შეატყობინა ჰაკისთან ნახოს სხვასთან სიტყვა არ დაწერა. შვიდობით მილი. არ წახდე უჯუშ. აგერ ვარ ცოცხალი ჯერ. ჰაკი. იცოდე თავს დამესხმე. ვიცი. აქედან შორს. თები ახლა ჩვენი დამესხმე. და მინდოდა მე რა ხალხარას კიდოდა. აიცი რა მერის. წყალსა და მეწყერს წაუღია ყველაფერი. მომდე უჯუში. საით ვიდივართ აქ? ძა ჩემს კაცს ველაპარაკე. ცრენებს ბიშოვის ისეთ. სულ ფრენა-ფრენი თავგიყვანს ხაიშო. და მინდოდა მე რა. აუნო მანტერიაჩ. მუხლები მეკეცები. აკტე ხარში შემოუჯუშ. ისი შეერებს ეს. შეზემეტი. ახანია ჩემ სარსებაში ჩასახლე. შიგნიდან გამომხრა.
ელისყოფა წამართვა თავის ნებაზე მატარებს. იქნებ ყველაფერი ამაუა უკვე. სიკვდილი მოვიდა. ალბათ შეგლახა. ასე რამ დაგაფუჭა. არ გამაგონო მეორე. არ მინდოდა შენი მარტო დატოვება. ამიხდა მარცხენა თვალის თამაში. ახლა წამხდარ საქმეს ცხენები და აქედან გადაკარგვა უშუალოდ. ქალაქიდან გასასვლელ გზებს ჩაკეტავდნენ ცხენებით როგორ გავალთ? აღწევთ, აბი ბილიქები ციცის. შმაკიც ვერ მოაგნებს ჩვენს კვალს. მომყევი უჯუშ. იქნებ თოუხან მარშანისათვის დაგვეცადა. დაგებული ექნება ეს ამბავი თოუხანს. შევატყობინე ველოდები მის მოსვლას. თოუხანი გავლენიანი კაცია, თანაც შენი სისხლი და ხორცი, მაგრამ ამ საქმეში რას გახდება უჯუშ? ელიაფაზა მის სიტყვას. სისხლის საქმეა, სისხლი მძიმეა იქნებ. თოუხანიც ვერაფერს გახდეს. აქეთ გამოდი კაც. რაკენი შეკასვე ცხენები ზეჩო. ის ბედი უნდა ყველაფერს. მუხლია გადაწყებული ჭაქს. სადა შოკებში გადაიტყო ინგლისკენ ძმა. დაბორკილი მყავდა გაშვებული კოდორის ჭალაში. იქნება გეშინია და არ ბიმართ ხავს ბიძაჩო. სოიშვილის პატრონი კაცი ვარ და ცოტა მეშინოდეს ამ საქმეში გარევა არაა გასაკვი. ასე როგორ გამწირე ბიჭო რას მერჩოდი რა შიშო შენ არ გაგხდი ჩვენი ჭილისიას. გაუწყრები ჰაკის კაც. ესე ჩათვალე თითქოს თვალითაც არ მინახავ. ჩვენი გაზეთი იხარ უჯუშდა. ვაგებურა ჩიგურისთვის ყველა დავწეროთ და მაგრამ ხომიცია. ისეთი დროა კაცი კაც არ ინდობს. უჯუშ. უხამართან დაველოდები და ჩვენ გზას ვეწევით მე. როს ნუ კარგავ კაი. უჯუშ რამ შეგიქრა ხელფეხი. ბედის წერა, ბედის წერა. ეს რამალია? თენი სოხლია და წამოსულა არიკანა ასკარა გროზაო სახლში ძოლმანი დასაწყელი გაქვს. იმ თავლაში მოგიტანი ახლა იქნებ. გადაცმულების შეღამებულზე გაუძვრეთ კანკიას კაცებს ხელიდან. ძიმისი ამბავი ყველა ხრელი ამოქოლილი ექნება იმ ძაღლიშვილს. იმ თავლაში მოგაგნეს ტყიასთან ექნებათ საქმე სანამ გვეყოფა. შენოში შუბარაფერი დამიშავება. იგი თავლას კრიჭკრი წაუღია ოღონდ. დასაცელს გადაუჭი მე და ჩემი ძიძიშვილი. შენს მზეს დაიფიცეთ ზიფილანდები და ჩემო. ამა შენც უჯუშ შენთვის ნასროლი ტყვია შენში გაიარ სიცოდე აფხაზეთი ცნობდა როგორც უჯუშ შემხას ძიძიშვილს და მის განუყრელ მხლებას. მორჩილიტანის კაცი იყო ხმელი, მაგრამ ნაკვთიანი, სწორად სხმული, მარდი და მოქნი როგორც გარეული კატა. აბალახი უდამცალ სახლს უკნა მოუარეთ ყველა პანჯარა მისთან შემოიღეთ. აბალახი მუდამცა შედეიძე ისმენ უკრუს იმისთან სასე გაჭირებული დაქა ჩააყენებ ხილად იყვე. იქნებ ცხენებს ფლოქებზე ნაფტები ამოაკრან, ლანდები დაქნებიან მაშინ. მოკიეთ ბოს კარგად უთხრა მიწის ქვეშ მონახავს ყველს. თუ ხელიდან დაგისხდა საკუთარი სიცოცხლე დაგეპასა. მესმის უფროს შედელიძე გაქრიე ხმაკედა. ამ გახელების
მანამ უნდა დაიცვა სამხების კარგი და მომიტმინეთ, იქნებ გვნებდება. სად არის დედამისი? დედამის რას ერჩით? ჩვენ უჯუ შემხარ უნდა ვიგოთ, ხას მკვდარია ცოცხალი. ცოცხალი უნდა მიგვაროთ დედის უფროსებს. მაშინ მიხნით. ოიცა ბატონებო! სადა ჭკუა დაადანა თოქმედება. რა თქმედება? ერთმა კაცმა მთელი ქალაქი შავდრეს ჩააგდო. ო! შეგიძლია. სტუმარი მოგიკლა, სტუმარი. აფხაზეთში სტუმრის მოკვლა სათქმულა. ვიცი მართლა თავი. ძმებად მოვიდეთ, treba დაგდით. იმათ რა ენაგლებათ, ისაც არაფერი აბადია, ჩვენ ვიკითხოთ, ჩვენ. ჩვენს ნამაგერთა დაუფლას დაუშვენ, წეისერით. ერთი კაცისთვის 1000 გაიწიროს, ის ერთი შეეწიროს 1000. ჩემი ხელით დავყავარ ხარი, თუ ხალხი ჩამოვარდა. ჩემი ხელი. ეს აბავი ასე იოლად არ ჩაიგს. სად არის დედამისი გაქცეს პასუხი? დედამის რას ერჩით? იმანშობა გველის სიტივი. დაჭამს ხალხი ერთმანეთს. გაწნევდა საქმე. წარეკავენ აქაურობას. სარეშე მოსოფლებით ნახსა დააყენეს. სასწაულით უშვერის უჯუშს. ამათ კი ეცოდინებათ უჯუშის საკვე. ჩვენ ამ ხალხის საყოლა არ გვარგებს. გახელებულები ბოლოს ჩვენ მოგიბრუნდებიან რა ვიღონო თოუხა. გამოსავალს ეძებ და ვერ მიპოვნია. ჩვენი სისხლოცია უჯუში ჩვენი ნათესავი. სისხლი უნდა დავიცვა და ქალაქი წყალსა და მეწყერს წაუღი. ჯუმა ჯიმშერ. ამა თუ გაგვიგონეს შვარს გვაცამენ ყველას. ჩვენი სისხლი ყოველი ხონით უნდა დავიფაროთ. ამას ადაწესი მოითხოვს ბატონებო. მაგრამ ნურცის დაგავიწყდებათ რომ ძევლა დარჩენილი ჩაჩბაც ჩვენი სისხლი და ხორცია. ჩაჩბა მოხუცებულია ხელს ვერ ახლებია. ღრიე წამოსულნარის ხომ არ იცის მოხუცისა და ახალგაზრდის გარჩევა. უდანაშაულო კაც მოგვიკლავენ. ჩაჩბების გადაგიდება სიკვდილი ისჯობს. მთელი გვარი ფეხს ედგას იცოდეთ. უჯუში ძმაა ჩვენი. ძმას ვერ მიწვევთ დასახრეთად. რას ფიქრობ თოუხან? უნდა ჩაბარდეს უჯუში. სხვა გზას ვერ ვხედავ. რას ამბობ თოუხან? ჩაბარება სიკვდილია. ჩაჩბას ვერ გავწირავთ. არ გვაქვს ამის უფლება. შეანგრიეთ კარები. აქ სიტყვა არ გადის ძალა საჭირო. სახლში გაგიჩერდებოდა აქ უჯუშემხა. დედამისი მიუგდო ხომ ამ გაცეცხლებულ ხალხზე ვარცხნი მაგის. უჯუში უნდა ვნახოთ. ვინ მიაგნებს მაგის ასავალ-დასავალს? შორწასვლას ვერ მოასწრებთ, ალბათ აქვე ახლო-მახლო აფარებს თავს. კაცს გვაქვს ვკითხოთ, აკის ბიძას. ბიჭო, დროს ნუ კარგავთ, აცბებთან გადავიდეთ. სად არის თქვენი შვილი? ჯუში არ გახლავთ შენ. კვლელი გაგიზდია შოუხა. ამდენი ხალხი შავდრეს ჩააგდო მისმა ნასრულმა თქვენ დაიგებდი შენ. ალბათ მოვა ჩემი უჯუში. პასუხს ის გასცემ. სვაინზე მოგიდება. აკი აცბა, სად იმყოფება? ერთად იქნებიან, თინისუს არ მიეტოვებდა. არ ვიცი. ტყუი ქალბატონო. მოიკადრებთ. ჩვენ შეურაცხყოფას მელენტი კანკია. გითხარით არ ვიცი. შეურაცხყოფას კი არა. ზუძუები უნდა დაგაჭრას კაცმა ხაჯები. გელი გამისტი კაცმა კი. დედა ვარ და შვილია ჩემი. დედაშვილობის კავშირს შენ ვერ გაწყობ მელენტი კანკია. მასაც ნახავ რა შვილი. ერთი საათის ვადა გვაქვს მეტი კი არა. სამშობლო, ესენი ჩვენ დავიტოვოთ მძევლებად.
გელიც ვერ შორდება თავის გულად. ნაყოდეთი რა ვაშკაცობას გასცეს ის უჯუშებხ. ვართ თქვენ და თქვენი ქალიშვილი დაგაპატიმროთ შევხარ რადგან უმწეო ქალებზე აღმართეთ ხელი მართლაც ნამედანი გაგჭირვებიათ სამსონ ბატონო დაუდები ხარაულებად ადგილის კუთხას ადგილის წევარი დაიჭერს მინდა თქვენ ციცოდეთ შოუხარ ერთი საათის ვადა მოგცა კრეისერ შმიდტის კაპიტანმა თუ მკვლავ წარვიბრით ქალაქს ზარბათებს დაუჭერეთ ჩაც ყავს მე არსად გავდივარ სამსონ როგორ იცოდე ჩემი ამაღალმა ღმერთმა უმალ მომისწრაფოს სიცოცხლე ვინემ ჩემი უჯუშის სიკვდილს გამიგონებდი. იმას ვაუსაწყავდა დედა. ჩვენ შევეწიროთ სისხლით გაუმოწყარ შენშინს. სოდვა მიუმატოთ. ეს არის თქვენი სიბრძნე სამსონ ბატონო. ვინ სისხლით დაღვარა? საკუთარი სისხლით ცხავს. ქალაქს რას ვემართლები? კაც მოგზადე ხალხაბატონ მოგზადე უჯუში უნდა გაჩვენო კაც უჯუში რო არ ითქეს სალაპარაკო მაქვს უჯუშთან უჯუში თვითონ მოელის თუ ხარ მარშალს ამათი ნუ გერიდება კაც ჩვენებია გაგვიძეხი თქვენ თავის შესაძლოს როგორ გაკადრებთ თუ ხალხაბატონო უჯუს სახრავე აკეთ მოგ რა დროს ბოდიშებია კაც ბედზე კიდია ადამიანის ბედი ჩემი თავი უჯუში ასე უნდა შევხედროდით 4 წლის უნახავები ერთმანეთს ასე ინება ბედმა თუხან ბატონო რაღა შენთვის გამოიმეტა ღმერთმა ასე უსაშველო განსაცდელი შოუხარი და ლილი შეიბრეს. რადიაც სურათ მოგცეულან ის ძაღლე. ხუცებულ დედა ჩემს. შეპრობა აკადრეს. აღელვებული ხალხი მოხუცებულობას არ დაგიდებს. ბოლშევიკებმა ბექირბი ჩაჩვა მძევლად დაიტოვეს. ცუდებ თავს დამესხნა. ერთი საათის ვადა მოგცეს. რას მერჩევ თუ ხან? ამოთქი მარე. ბექირბი ჩაჩვას გაწირვა არ იქნება. მთელი აფხაზეთი ჩაერევა ამ ამბავში. ნუ შეშინდები უჯუში. სიკვდილისგან გიხსნით რამენაირად.
კი. ესმის ძმებო. ყველაფერი გავიგე. და ფიქრებაც კი პატივსამყურია თქვენს დროზე. სხვა გზა არ არსებობს. ეტის თქმა რა ასეთი. სადავარ ახლა გამოცხადე კრეისი. შენგან სხვანაირ საქციელს არც მოელოდი ის. სიტყვა მათამევინეთ. აჩქარება ჭკუას არ ეწყობა. შენი ადგილი იცოდე ფაკი. ამ ხალხში ხმამაღალი სიტყვა არ გეთქე შენ. იცი კადნიერება როცა მდაბიო კაცი დიდი თავადების წინაშე სიტყვის თქმას ბედავს, მაგრამ ახლა ვერ დავადუმებ ამ სამი წაკის. სად ყოფილა ისეთი კანონი? ნამდვილი დამნაშავის მაგივრად სამდე მართალი კაცი დაესაჭოთ. ეკირბი ჩაჩბას უბატონოთ ხმას ვერავინ გასწევს მთელი აფხაზეთის თავკაცად ითვლება. თითი დააკარონ მთელი აფხაზეთი ამაუდგება მხარში. ესა შეწუხდება ერთხანს იქნება ტყვეობა გაუხანგრძლივ, მაგრამ სიკვდილი ახლა არ ბრძანეთ მთელი აფხაზეთი ჩაერევა ამ საქმეში. ეკირბი ჩაჩბას გამოხსნა ხომ ბევრად იოლია, უჯუშს კი იქვე დახრეტან ხელთ იგდება თუ არა. უჯუში გიყვარს თუ ხარ. უჯუშმაც იმიტომ გიხმო ამ გასაჭირში იმედი ქონდა. დაიფარავდი ყოველი ძალღონით შენ კი სასიკვდილოდ იმედი. ხო აპატიო სიტყვების ძიძიშიც. კი ზედმეტი სიტყვა რა მეთქი საჭირო გაჩვენ. კი ახლა ვერ გაჩვენდა. შენ თავს სიკვდილს ვერ დაუთმობ, სანაპიროში სული მიდგას. შენმა გამზრდელმა ცხონებულმა მამაჩემმა მეანდერძაზე როცა გდებოდა უჯუში შენი მზეა ეს იცოდე, სიცოცხლე იმისთვის მომიცია, უჯუშ შესწირო, როცა ამის საჭიროება გახდებაო. დედაჩემაც გაიგონა ეს სიტყვები და შენი ძიძა დღესაც ცოცხალია უჯუშ. ზესავით ნათელია, რაც მოგახსენეთ ბატონებო. სხვა გამოსავალი არ არის. ალბათ ხანაპატი ჰაკის თუ საწყენი გაკადროვნებიეთ ხომ იცი ისე არა. იცი უჯუშ. ჩემი არაღი არ მინდა მტერს ჩავაბარო. შენ ჩაიბარე თუ არა უჯუშ. სანამ ჰაკი ცოცხალია მაგას არ ისამშა. ჩემი ბრძოლა გათხოვდა. ჩემ ჭაღარა საბადია უჯუშ თუ რამე შეგწოდე. მოსახდენი უნდა მოხდეს. დედა ჩემსა და ჩემ დას ნუ შემახვედრებთ. ხება გაფუშტებაც. თლად თუ გადაწურა წყალს, არ გასწია საქმეში. უჯუშამხა! თავის ფეხით მოდის ჩაგუბარდა. უჯუშ, დადიაკედა! შენი კი მე უჯუშ დააკუსველი, დადიაკედა! უჯუშ, არ შეშინდე დედა. ჩვენ არაფერი გიჭირს. ვაშკაცი ყოფილა. სად წავიდოდა? ყველგან გზა ჰქონდა მოწყილი. ჭეშმარიტად ვაშკაცური საქციელია. დროზე გამოცხადდით და თაგვაშორეთ მახვილივით შემართული მრიცხანება. ქალაქის სახელით მადლობას გიცხადებ თავად. წუხართ დიდად წუხართ მეტად საწყენის საქმე შეგემთხვათ და ჩვენც იძულებული ვართ სასტიკად მოგექცეთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ თუ რაიმე გაგვივა თავს არ დავზოგავთ მდგომარეობის შესამსუბუქებლად. სად წავიდოდა სად?
აკია ძმაარ მე უჯუშემ ხასიძიშვილი ვიცნობთ ალბათ. გამადიე რომ შეგაჩერე, მაგრამ სიტყვა მაქვს ფიცქვეშ მოსაცემი და ფთხო მომისმი. რა სიტყვა გაქვთ იმანე? შენ ხას რაც თავი მახსოვს თან ვახლა ვარ მუდამ გეცოდინება ეს. იმ დროსაც მე ვახვდი, როცა ის მეზღვაურები დაბესხდნენ. იმათ მე ვესწრო. ჩემმა ტყვია მიმსხვერპლა ის მეზღვაური უჯუშემ ხასი არაღისთვის ხელი არ უხლია. იმ მეზღვაურის მკვლელი მე ვარ, დამეჭირება წარმატგინები. უჯუშემ ხას ხელი არ ახლა არაფერი დაუშავებია მას. რასა მოგდებს უბედური ნება? შენ სრულ ჭუაზე, ხა? სრული ჭეშმარიტება მოგახსენეთ ბატონებო. მატრიკი არ გასრა უჯუში. ძიძიშვილს ევალება კიდეს თავის გაწირვა. თაკი დაბია. მოჩენკერი ბაზრაგა ჩათვლიან და შეიძლება არც ნახვით. შენ ოფიცერი ხარ და თავად იცოდე სიკვდილი არ აღწევ. მაცალე, ჰაკის ხელს ნუ შეუშლი. როგორ მოიცე სამზემოდო? ვერაფერს გეტყვი მთლად დავიბენი. აკიაც მას ვინ არ იცნობს. უჯუშისათვის 1000 მოგლავს და 1000 ხიზიკი. რადგან გატყდა მაგის ხელი ულევია ამბავში. იბრალებს ძიძიშვილს იცავს. მეც ასე ვფიქრობ. მე რე გაწიროს თავი. არ ამგონი ეგემის კაპიტანმა ირწმუნოს ეს ამბავი. არა, შესაძლოა მართლა მას დიდი სკანდალი მოხდა. სად მეფის ოფიცერი და სად თაკი აცმა. ჩვენ ორივე ვგაროთ, უნდა იმტრიოთ. აქავარ მკვლელი და გნებდებით სხვა რა ვარ. ახლა გაათავისუფლეთ ბექირი, ჩაჩვა და გადაჭი. მოყოლით სადაც არის. არ დაუჭიროთ ბატონებო! ჩემი გადარჩენა უნდა და დანაშაულს იბრალებს, რადგან მაგის გულისთვის მოკალის მესმო. რადი უნდა მოკვდეს? გიცხადებ. გემის უფროსებს ორივეს მიგვდით. ამათ დავას იქ გადაწყვეტე. ბიჭებო, ამან გვესწრო. ამარამზა და მოხდა ვასკაპირატე. რაგას უყურებ სხვა სიკამერა?
გაგვიფარეთ. გაგვიფარეთ, კაპიტანო. ეს ვინ არის? ეს კაცი ოფიცერ ემხას ძიძიშვილია. ნათესავია მისი უახლოეს. ეგ არ მაინტერესებს. გაიძახის ეზღვაურს მე ვერ სროლებ. ოფიცერი არაფერ შუაშიო. თავისი ნებით აგვდნებდნენ ჩვენს ავდექით და ორივენი წამოვიყვანეთ. თქვენ უკეთ განში მტყუანს და მართას. იმედია ძევლად დატოვებულ ჩაჩბას დაგვიბრუნებ. და გზაშვიდების ეკონდეთ. ამნაშავე რომელია? ჩვენ ოფიცერზე გქონდა ეჭვი. თვითონაც გამოტყდა. მაგრამ ეს კაცი გაიძახის. დაკითხვაზე დმეტრია კაპიტანო, ამ ოფიცერმა გვესროლა, ამას რა დამავიწყებს? ეს ვიღაც კაცია თუ ეშმაკი ისულ არ ყოფილა. ეი კაპიტანო, მე მოვკალი თქვენი მეზღვაური და ჰა, მეტი რაღა გინდათ. ლიბრალებს თუ მართალია. აბედითებით ვერაფერს გეტყვი. ლიბრალებს. ჭკუაზე არ არის თავი დაანაკა. ხო დააბრუნა თუ კან მე ვარ ის. ისაც თქვენ მოითხოვეთ. ოფიცერი აბლა ჩაიყვანეთ. მოხუცის ადგილზე ჩასვით. ხელი არავინ ახლოს, თორემ ტყვიას მიიღებ შულში. დანარჩენებმა დასტეულ ხომალდი. უსამართლობას უიზამს დიდი კაპიტანი. შენ ბრალოს უკეთური ხალხი, სამართლია კაპიტანი. თელმა ქალაქმა იცის რომ არასოდეს მომშორები ვარ ვერდიდან. ავსტრიის ომშიც ვახტი და აქ როგორ დავშორდებოდი. ჩვენ ერთი დედის ზუძუმ გაგზარდა, ჭირიდან ხილი ერთი გვაქვს კაპიტანი. ალბათ! ასიკვი! ეს კაცი თვალით არ მინახავს კაპიტანი. მეზღვაური ტყუის. ით კაპიტანს სახალს უტევს. შიშარა მეზღვაური. აბი უბრალო კაცი აზიან ტყუის კაპიტანო. ამ მოციქულებმა დასტეულ ხომალდი ვერ ვიტან მაგათ სიფათებს. დასტოვეთ ხომალდი. აბხაზო. შენობირი მონახარ. კრეისერ შმიტის სახელით გათავისუფლებ.
დაივიწყე შენი ბატონი. ერთი თხოვნას შემისრულე. დამტოვე შენს გემზე. უბედურ ჰაკის მეტი არაფერი უნდა დამტოვეთ. გთხოვ დამტოვე შენს გემზე, კაპიტანო. გასტოვეთ. აქ რა უნდა აკეთოს ამ საცოდავ? ახლა. არდი, ვთქვათ შენ მოკალე. ის ოფიცერი რა დიბრალებს? იმიტომ რომ ისი გულისთვის მოკალე. აპატიეთ კაპიტანო ეს იქ არ ყოფილა. მე მოკალე თქვენი მეცხოვრი მეტი რა გაგინდათ? ჰაკიმისას არ დაასწრე. ბრიაკ. მითხარი ბრიაკ. ის თეთრგვარდიელი ოფიცერი მარტო იყო თუ ამასთან ერთად? მეც ვიყავი. შენ არ გეკითხები. ეს კაც თვალით არ მინახავს. ეს ხომ იყო? იყო. ეს აფხაზი არ ყოფილა. უმბედურების დროს თეთრი მარტო იყო. მომფარებულმა ვესროლე კატასტროფით წილი ვარ. მე კუზმა მრისხანეს მეძახია. შენ გემორჩიელი კაპიტანო. მიეცით გასვლის ნიშანი. არის მიწოთ. კრეისერის კომისარს, ჩემს თავს უფლებას ვაძლევ გითხრათ, რომ არ მესმის თქვენი მოქმედების აზრი. ვიღაც მოხუცის მძევლად დატოვება და ქალაქზე დამუხრება მაპატიეთ ბოგდანიჩ და უნდა გითხრათ, ცოტა არ იყოს ბარბაროსული მეთოდია. ეს სახელს უტეხს ჩვენს ბოლშევიკურ კრეისერს, ძალადობას გავს და ჩრდილს აყენებს ჩვენს რეპუტაციას. რეპუტაცია! ხელში რომ ჩაგიგდებენ და ხახაში ატუღებულ ტყვიას ჩაგასხამენ, მაშინ წესკანონებზე ვეღარ ილაპარაკებ. რეპუტაცია სისასტიკე უნდა დაუპირისპირდეს. მე ვიბრძოლებ შენს მხარეს, კაპიტანი. მეორე ხას მტერი ძალიან ბევრი ეს კარგად ვიცი. ერთი კაცი აღარ უნდა იყოს, მაგრამ ომში ყოველი კაცი ძალა. ჩემზე უკეთ გეცოდინება ეს. ჩემის თანაშემომატება ომში არ არის სუდი. კარგია თუ ერთი-ორი გამოცდილი კაცი შემოგემატება. რა გენახულება, უბრძანე. დავალება მიეცი, მტერს მიუსიე და თუ არ გაიმარჯვებს, ზეც შეეკარ. ვალთ მაგცო, აფხაზო. არა, კაპიტანი. კი, 8 კილოზე გადო. შენ გემორჩილება. შენ გემორჩილება ქარიშხალით. დიდი ხარ კაპიტანო, ძალიან დიდი. იმსახურე საწყალი გლეხი რაკი აძბა. მუდამ შენი არდგული ვიქნები. თავს რა ცირავდი იმ ოფიცრისათვის? ძმავის გაუწირავს უჯუში ჩემთვის ძმაზე მეტია. სადავური ძმები ხარ? შენ გლეხი ხარ ის თავადი. ერთი დედის უძუმ გაგზარდა კაპიტანო. ალბათ ძალა დაგატანეს და შთაგაგონეს ეს მონური თავგანწირვა რა. შენი ბრძანებელი მაღლა ღმერთია, კაპიტანო. შენ მიცი რა ხდება ამ ქვეყნად? რისთვის ხდება ეს რევოლუცია? აგი ბნელი კაცია, კაპიტანო. ცხოვრება გასწორდება, როცა მტერს ავაწყებ. ამიტომ ვწირავ თავს. ჩვენ ერთი სიმართლისათვის ვიბრძვით. შრომელი კაცის სიმართლისათვის ეს დაიხსომე. შენ კი ჩემს მოსისხლე მტერს. ეს სარჩელები. იმ კაცს უჭერ მხარს, ვინაც ერთი მეზღვაური ვერაგულად მოგვიქნა. მეორე დაგვიჭრა. ჩვენი მტერი, შენი მტერი წაერს უნდა იცოდე. ბრმა კაცის ამბავია, კაპიტანო. სიკვდილის ღირსი არ სწორედ. თავის გაჭირვაც კი გინდოდა რომ პასუხის მფლობა აგეცილებინა მისთვის. თავი ძმების მოღალატედ გამოაცხადე. აგი მღალატი არ იცის, კაპიტანო. ღალატი ბევრნაირია, აფხაზო.
ის ვინ ჩვენმა თავადმა მოკლა გლეხი იყო უბრალო გლეხი შენსავით ღარიბი და წყვილშვილის პატრონი ორი შვილი ოპლად დარჩა გესმის შენა ნამდვილად დიდი უბედურება დატრიალდა ძმასავით მენანება გული დამეწვა მისი ცოდვით ბოლცმან ხრიტანიუკის სხედარს ის თეთრგვარდიელი ბანდიტიც მიაყოლე არის კაპიტანი მიჭა გარბაჩი ითხოვს რას თეთრგვარდიელი მედამახა მაგაზე მერე წადი ოფიცერის სამხედრო თქვია ამჟამად მაგით რა გინდა თქვა ჩვენ არა გვაქვს მისი დასჯის უფლება უფლებებს ჩვენ აქვთ ეს მეორე შეცდომა იქნება ან ჩვენ ან ისინი სხვა არჩევანი არ არსებობს მე მოვალე ვარ გითხრათ ბოგდანოვიჩ ჩვენ საუკუნის ბრძოლა დავიწყეთ ფურავლიო და ამ ბრძოლაში ცოცხალი თავით უკან არ დავიხეთ არა არა შემოძმა ცოტა ხანი მარტო დამტოვე იქაცდა ზმის მოვალა და სიცოცხლის ღირსი არ არის მართალი ხარ მართალი ეს შენ ძმა შესაძლოა ჩაგული და წვრილშვილის პატრონი და არა თავადი და ოფიცერი სანამ ამას არ შეიგნებ შენი თანაბრმა იარაღი არ მჭირდება შევიგნებ კაპიტანო ჩვენ შენთვის ვებძვით თავადებს და ოფიცრებს შენ კი შენი ძმის პულას ესარჩლები და ბრიკულად სწირავს სიცოცხლეს ძმისთვის წირავ ეს შენი თავადის მიერ მოკლული მეზღვაურია შენი ძმა გაიგე ერთხელ და სამუდამოდ ეს არის შენი ძმა და არა ის ვინც ბავშვობაში დედის რძეცა გასვადახა სიცოცხლესაც გართმევდა ერი და მოყარე ვერ გაგირჩევია უბედურო ჰაკი ბნელი და ნათელი შენ მზე დაანახე ჰაკის დიდო კაპიტანო შენი მტერი ჰაკის მტერია შენთვის მოკვდება ჰაკი აი ძმო ძოლი დაგიქრივე ძმო შვილები დაგიობლე ქვეყანა დაგიქციე ძმო შენ ჩემთვის იბრძოდი აი უბედური ჰაკის ბრალი რა უთხრას დედა შენს რით ან უგეშოს გვრივი შენი რით გაახაროს შვილები შენი რით გამოისყიდოს ცოდვა ძმის მკვლელმა უბედურმა ჰაკია ძმამ ძმო ტირილი არ იქნება აფხაზო ტირილი არ გინდა რიგითო გარბაჩ გისმენთ კაპიტანო შენ თურმე გინდა შური იძიო შენი ძმის მკვლელზე გოხმამამ გუდათ თუ ჩემი ხელით ბით არ გავისტუმრეს აი იქ მაშინ სად იყავი როცა ძმა მოგიკლეს ხვირწი ქასკრებში უნდა ჩაყოლოდი შენ კი დედაკაცივით აღრიავდი მაგას სხვა სახელი აქვს გარბაჩ რა სახელი კაპიტანო შიში შეგეშინდა და ძმები მიატოვე განცაცდელში თავს ლაფს ნუ დამასხა კაპიტანო ეს ღოვრებო მიწკა გარბაჩმა ამხანაგებს უკანა სიკვდილს პირისპირ ზურგი უჩვენა საკუთარ თავს გაუფრთხილდა ლაჩარი ჩვენთან ვერ ივარგებს პასუხი აგოს თქვენ წინაშე ხრიტანიუკის წინაშე რა მიხნა კაპიტანო ლაჩარი ხარ გარბაჩ ლაჩარი მოყალა დედა ლაჩარი ვერ იქნება კრეისერზე რევოლუციის მატროსად ჩამოწერილი ხარ უახლოეს ნავსადგურში ჩამოწამ წაიყვანეთ ნიხანიერეს რომ ბოგდანი სულობა სულობა ცოდვია გარბაჩ ძმისთვის დავდადება ხომრაში თვალით როგორ კბილებით იცავენ ძმას როცა ის ვასკაცობა ყოფნით როგორ გინდა უცხიმო ამიჭებს თვალებში წადი აჩრის ბოლო სამართლოს სიკვდილი ამხო წადი
შოშინის მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ. მომიჯებელო ცხოვრებისაო, მოვედა დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მაყრონ ჩვენ ყოფისაგან ბიცისა და აცხოვნენ სახიერო სულით. შვიდობით. ბრიტანიო. შვიდობით ძმაო. არ დაგივიწყებთ სანამ სული გვიდგას. იძინე შვიდა. ან მოკვდებით. ან ბოლომდე მივიყვან ჩვენს სულთა საქმეს. გოგიხსენ და გილხინე სულთა ჩვენთაგან. ეხო შევიდან ჟულევანი ჩვენ. წმინდა მოიხილეთ და გამხურნეთ ჟულევანი ჩვენ. თენდება ალბათ რა გინდა? მეზღვაური ზმასავით ვიდირე ზმობა შემოქმეცე უჯუში მომიკალი აცი არ მოგიხარ კაპიტანო კონსმოდი საწოდაო კონსმოდი შეუბედურო შეჩერდი მეთქი შეჩერდი მონა ადამიანად მაინც ვერი ვარ ვინ გამსჯის ამდენ მსხვერპლს კაპიტან ისტორია ეს მოხდა ქალაქ სოხუმში 1918 წელს